79 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჩკორია გარდაიცვალა. ის არის 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორი. ფოტოხელოვანის ობიექტივში მოხვდა გურჯაანის ღირსშესანიშნავი ძეგლებიც. ბადრი ვადაჩკორია მუნიციპალიტეტს გასულ წელს სტუმრობდა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტ თამას მარკოზაშვილის მეგზურობით შთამბეჭდავი ფოტოებით შემოგვინახა. პირველ რიგში მინდა სამძიმარი უთხრა ბატონ ბადრი ვადაჩკორიას ოჯახს, ყველა მის მეგობარს, ყველა ადამიანს, რომელიც მას იცნობდა. ეს იყო ძალიან დიდებული პიროვნება, ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი და ის შეიძლება ითქვას, რომ დააკვდა მთლიანად საქართველოს. ბადრი ვადაჩკორიასთან მე მაკავშირებს ორწლიანი მეგობრობა, გურჯაანში იყო ჩამოსული და მთხოვა რომ გავყოლოდი გურჯაანის ისტორიული ძეგლების გადასაღებად. ამზადებდა ფოტო კატალოგს, ფოტო ალბომს, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად უნდა შესულიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები. ერთად დავათვალიერებ მთელი რიგი ძეგლები, ვეჯინის საბაღლების კომპლექსი, ვაზისუბნის სანაგერის მონასტერი, ვაჩნაზიანის ყოლაწმინდის მონასტერი. ბატონი ბადრი იღებდა როგორც ჩვეულებრივი ფოტოაპარატით, ასევე დრონით. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბატონ ბადრიზე ვაჩნაზიანის თავში მდებარე ყოლაწმინდის დიდმა ჯვარგუმათოვანმა მონასტერმა, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება. ბატონმა ბადრი მითხრა მაშინ, რომ უნიკალური ძეგლი გააქვთო. ეს პირველი გადაიწერა, რა დიდებული ძეგლია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი გურჯაანის ორგუმათიანი ყოლაწმინდის მონასტერიო. ბატონ ბადრისთან ამის შემდეგ გაგრძელდა ჩემი ურთიერთობა. ვაგზავნიდი მასთან ინფორმაციას ისტორიული ძეგლების მონაცემების შესახებ, ასევე ფოტომასალებს და ველოდებოდით ამ კატალოგის გამოსვლას, რათა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლებიც იქნებოდა მოხსენებული სხვა ძეგლებთან ერთად. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დიდებული ადამიანი, ნამდვილი მეგობარი, ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი მე ცხოვრებაში არ შემხვედრი.